ეთერში. უსაფრთხო სკოლა და ქართული გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნებისთვის ბათუმში შერატონში კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებს განეხილავენ. შეხვედრას ლიტვის, სომხეთის, მოლდოვასა და კირგიზეთის განათლების მინისტრები ესწრებიან. ღონისძიება განათლების სამინისტროსა და შეერთებული შტატების მანდატურთა ეროვნული ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. ჩვენ ამ სფეროში საკმაოდ ღირებული გამოცდილება გვაქვს. ასეთი ტიპის საქმიანობა 1991 წლიდან დავიწყეთ. გვსურს ქართველ კოლეგებს ის შეცდომები და მიღწევებიც გაუზიაროთ, რაც ჩვენს რეფორმას ახლდა თან. მთავარი შედეგი კი ბავშვების დახმარება იქნება. ეს ჩვენთვის არის დიდი პატივი ამერიკულ მანდატურთა ასოციაციაში წევრობა, რადგან კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, სტანდარტი იმისათვის რომ გაწევრიანდე ამ ორგანიზაციაში არის ძალიან მაღალი და ის რეფორმა რომელიც განხორციელდა და ის რომ 78% ჩვენი მოსახლეობის თulis რომ ჩვენი სკოლა არის უსაფრთხო არის კიდევ ერთი ჩვენთვის მნიშვნელოვანესი წარმატებული რეფორმა. დაიგეგმება ის ახალი მიმართულებები და გავიზიარებთ იმ ახალ მიმართულებებს, რომლებიც წარმატებით მუშაობს ამერიკაში და რომელთა გადმოღებას და დამკვიდრებაც შეიძლება საქართველოში ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ნებისმიერი მშობელი გზნობდეს თავს დაცულად, ნებისმიერი მშობელი გზნობდეს თავს მშვიდად, როდესაც გაუშვებს თავს სკოლაში.